ეხება Honda Fit-ს. ნუ ბევრი იძახის რომ აი RPG1, RPG2 რას ნიშნავს და რატომ არის რომ RPG ძრავები, RPG2 ძრავები ჭამს ზეთს. და როგორ უნდა განვასხვაოთ RPG1 და RPG2 ერთმანეთისგან. ნუ აქამდე არც მე არ ვიცოდი სიმართლე რომ გითხრათ და ესეთი რამ აღმოაჩინე და განახერხა აუცილებლად. აი როგორ უნდა განვასხვაოთ RPG1 და RPG2 ერთმანეთისგან. ზედ გალუგაზე აწერია RPG2. ანუ RPG2 არის ეს ის ძრავი არის, რომელიც Honda-s ისტორიაში ყველაზე დიდი კრახი განიცადა. ანუ ზეთი ჭამია. ნუ ესენი დევს ჰიბრიდებშიც დევს და ასევე ბენზინებში 2011-დან ვარდები 14-მდე. და ძირითადი პრობლემა რას მივაგენით ამ ძრავზე. ნუ ახლა განახებთ. ძირითადად რატო ჭამს ესენი ზეთს. ნუ პირველ რიგში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ზეთის ჭამის გულისთვის ზეთს რო ჭამდა, ნუ ერთ სიტყვით ესენი დაზიანდა. ნუ თავარი მიზეზი რა არის ახლა ამის ზეთის ჭამის? აი ესეც თავარი მიზეზი მეგობრებო. ცილინდრები არის ჩახაზული. აი ამ ხაზს თუ ხედავთ პირდაპირ. აი ამ ხაზს. ხედავთ? ჩახაზული. შესაბამისად ზეთსაც ჭამს. აი ამ ცილინდრზე, კონკრეტულად ამაზე ცილინდრებია დახაზული თან ძალიან მაგრად. ეს ნახაზი რაც არის, ხედავთ. და ზუსტად მაგიტომ არის RPG2-ის პრობლემა. ნუ RPG2 საერთოდ უფრო დახვეწილი ძრავი არის წვის ამბავში რა. იდეაში ცოტა უნდა დაეწვა უფრო ვიდრე RPG1-ის, მაგრამ რაღაცა ვერ გათვალეს იაპონელებმა და ზედმეტობების დამატებით აი ეს პრობლემები წარმოიშვა. შეიძლება 100,000 კილომეტრი ქონდეს გარბენი. ან ასავი 70 და ჭამდეს ძრავი ჭამდეს ზეთს. ნუ ერთ-ერთი სერიოზული ჩეპი მოვიდა Honda-s იმენა აი ამ ძრავზე. RPG2-ზე. ნუ არ ვიცი ახლა ეს შეცდომა რატო დაუშვეს. შეიძლება ბიზნობრივადაც დაუშვეს. ნუ არ ვიცი ახლა უკვე მაგათი ამბავი და მაგათი საკითხია რატო გააკეთეს ეს ყველაფერი. ნუ ფაქტია რომ ერთ-ერთი სერიოზული შეცდომაა ეს ძრავი Honda-s ისტორიაში. ასე რომ როცა დააპირებთ RPG2-ის ყიდვას 2011-დან 2014-მდე აითვალისწინეთ რომ აი შეიძლება აი ეს ჭირდეს. ეს რას ნიშნავს ახლა მოკლედ რო ვთქვათ. მინიმუმ 1000 კილომეტრზე ლიტრა 2 ლიტრის კლებას. არ აქვს მნიშვნელობა რას ჩავასხმ. არა იმენა არ აქვს მნიშვნელობა. ნუ სხვა ყველაფერი ძრავი გამძლეა, მუშაობს, წყალს არ ადუღებს არაფერი, ყველაფერი წესრიგშია უბრალოდ ზეთს ჭამს. ნუ გამშვებზეც ეთყობა, ნახე როგორ ზეთიანია. ნუ ამ ეტაპზე ამ ძრავს საუბრობთ აღარა ვაწყობთ და ჩავდგავთ RPG1-ს. შეიძლება შესაძლებელია რომ ძველი ძრავი ჩაიდოს ამაში. ნუ პატარ-პატარ რაღაცეები გადაკეთებები დაჭირდება. მადლობა და გამოვიწეროთ არხი.